წარმოიდგინე სასურველი ღვინის სასარჩევად, ღვინის შეძენისას გიწევს ვარაუდი, ან ღვინის ადგილზე დაგემოვნება. ცოტა არ იყოს სასაცილო ამბავია, მაგრამ ასე მოგვიწევდა, რომ არ არსებობდეს ღვინის ეტიკეტი, რომელიც აღმოჩნდა, რომ საკმაოდ დიდი ხნის წინ იყო უკვე ხელმისაწვდომი და დღეს მისი როლი უკვე თანამედროვე რეგულაციების სტანდარტებსაც კი დაუკავშირდა. გამარჯობა. დღეს გაგიზიარებთ ისტორიას, რომელიც იწყება ძველ ეგვიპტეში, გრძელდება საბერძნეთსა და რომში. ახალ სიცოცხლეს პოულობს საფრანგეთში და მოუყავართ თანამედროვე ეპოქაში. ეს არის ღვინის ეტიკეტის წარმოშობა და ევოლუცია. დამეთანხმებთ, რომ ყოველი ღვინის უკან ისტორიაა. ისტორიას კი ყველაზე კარგად გვამცნობს ღვინის ბოთლზე დატანილი ეტიკეტი, რომელიც გვიყვება ყველაფერს, რაც ამა თუ იმ ღვინოს უკავშირდება. ღვინის ეტიკეტის პირველი ისტორიული კვალს მივყავართ ძველ ეგვიპტეში, დაახლოებით 3500 წლის წინ. ამ დროს ღვინო ინახებოდა ამფორებში და სწორედ ამ ამფორებზე ჩნდება მსოფლიოში პირველი, ასე ვთქვათ, ეტიკეტირება. ანუ წარწერები ამფორებზე წითელი და შავი მელნით. უნდა ვაღიაროთ, რომ ეტიკეტი ძალიან მოსახერხებელი და საჭირო გამოგონებაა და ამას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს. ძველი წელთაღრიცხვით 1550 წლიდან 1070 წლამდე ეგვიპტეში დომინირებდა ღვინით ვაჭრობა. მიუხედავად იმისა, რომ ღვინო თავდაპირველად ამ რეგიონში არ არსებობდა, ის ეგვიპტეში ვაჭრობის გზით მოხვდა. ღვინის დიდი რაოდენობის შეგროვებისა და მზარდი ვაჭრობის გამო ერთი პატარა პრობლემა წარმოიშვა. არავინ იცოდა ზუსტად რა ღვინო იყო თითოეულ ამფორაში. ამიტომ შემოიღეს ეტიკეტირების სისტემა. სისტემა წარმოუდგენლად სპეციფიური იყო. აღნიშნავდა ღვინის დამზადების წელს, ადგილს, წარმოებლის ვინაობას და ღვინის სტილსაც კი. ყველა ეს ინფორმაცია თიხის ამფორებზე გაშრობის შემდეგ იბეჭდებოდა. ეტიკეტის გარეშე კი ძველ დროში განსაკუთრებით რთული იქნებოდა იმის დადგენაც, თუ რომელი ღვინო იყო მეორეზე მეტად ღირებული, რაც მაშინდელ ვაჭრობას თითქმის შეუძლებელს გახდიდა. მეფე ტუტანხამონი სხვადასხვა ღვინოებით სავსე 26 მეტ ამფორასთან ერთად დაკრძალეს. მაშინდელ ეპოქაში თვლიდნენ, რომ ტუტანხამონს ღვინით სავსე ამფორები საიქიოში გამოადგებოდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ღვინის პოპულარობას და მნიშვნელობას. 1922 წელს აღმოჩენილ ტუტანხამონის სამარხში ნაპოვნ ღვინის ამფორებზე გაკეთებულ წარწერებზე ჯერ კიდევ იკითხება მეოთხე წელი. დასავლეთ მდინარის ატონის სახლის ძალიან კარგი ხარისხის ღვინო. მთავარი მეღვინე ხაი. ამოტვიფრული სიმბოლოები და წარწერები თითქოს ცდილობენ საუკუნეების განმავლობაში დაიცვან ღვინოზე მოცემული ინფორმაცია. დღეისათვის ცნობილი უძველესი ეტიკეტი არ იყო დამზადებული ქაღალდისა და მელნისგან, არამედ თიხაზე იყო ამოტვიფრული ხანგრძლივი ნიშანი, რომელიც დროში იჭედებოდა როგორც შტამპი. 6000 წლეულის წინ ბაბილონელებმა დაიწყეს ამფორების ცილინდრული ბეჭდებით ამოტვიფრვა, საუკეთესო ღვინოების გასარჩევად, რომლებიც განკუთვნილი იყო რელიგიური და დიდგვაროვანი ელიტისათვის. თუმცა არსებით ფაქტებთან ერთად ეგვიპტელები ხშირად ამფორებზე აკეთებდნენ ჩანაწერებს, რომლებშიც მოხსენიებული იყო თუ რამდენი ღვინო იყო ამფორაში ჩასხმული და როგორი ღვინო იყო კარგი, შესანიშნავ თუ საერთოდ უნაკლო. წარმოგიდგენიათ, ეს ფაქტობრივად ღვინის პირველი შეფასების და რეკლამირების მცდელობაა. როგორც ჩანს, ძველი ეგვიპტელები ეტიკეტსა და ნიშანდებას ყველაზე სერიოზულად უყურებდნენ. ეგვიპტელების მაგალითს მიყვა საბერძნეთი და მოგვიანებით რომიც. ბერძნები და რომაელები ასევე აკრავდნენ გრავიურებს ტერაკოტის ამფორებზე, რათა დაედგინათ წარმომავლობა, წარმოების პერიოდი და ბოთლში ჩამოსხმის დროს ასუხისმგებელი კონსულის სახელიც კი. გარდა ამისა, ინფორმაციულობისთვის ამფორაზე დატანილი იყო ბეჭდები, წარმოებლის ნიშნები და ქალაქის სიმბოლოები. ეს ნიშნები არა მხოლოდ კომერციული იყო, არამედ ისინი ხარისხი და წარმომავლობის გარანტიას წარმოადგენდნენ. ეს ადრეული ეტიკეტები უკვე ქმნიდნენ იმ სისტემას, რასაც დღეს ბრენდირება ჰქვია. ამ პრიმიტიული ეტიკეტებისთვის გამოყენებული მასალები მოიცავდა პერგამენტს, ქსოვილს, ტყავს და პოცოლანას. ეს ვულკანური ფერფლის სახეობაა, რომელიც ძველად მშენებლობასა და ეტიკეტირებაში გამოიყენებოდა. დაახლოებით 1700-იან წლებში გამოჩნდა შუშის ბოთლები და ღვინის წარმოება უფრო მეტად გაიზარდა. ამან ღვინის მარტივი იდენტიფიკაციის საჭიროება კიდევ უფრო გაამძაფრა და სწორედ ამიტომ რამდენიმე 1000 წლეულის შემდეგ მე-17 საუკუნის საფრანგეთში შეიქმნა პირველი ხელით დაწერილი ეტიკეტები. ერთ-ერთი პირველი ცნობილი მაგალითი უკავშირდება დომ პერინიონს. მას ბოთლებზე ყიფე ქაღალდი და პაწაწინა ხელნაწერი ჰქონდა დამაგრებული. პირველი ღვინის ბოთლის ეტიკეტები, როგორი სახითაც დღეს ვიცით, ქვისა და მელნის როლიკერის გამოყენებით შეიქმნა, თუმცა საბეჭდი დაზგის დანერგვამ ყველაფერი შეცვალა.
პირველი ქაღალდის ეტიკეტი, როგორც ამბობენ გერმანიაში, 1780-იან წლებში შეიქმნა. ლითოგრაფიული ბეჭდის პროცესმა წარმოებლებს საშუალება მისცა მასობრივად ეწარმოებინათ პატარა ეტიკეტები, რომლებიც შეიცავდა ღვინის ტიპის, წარმოებლის და რეგიონის მიხედვით იდენტიფიკაციისთვის საჭირო ყველა ინფორმაციას. ბეჭდის პროცესის განვითარებასთან ერთად ღვინის ეტიკეტებიც განვითარდა. ხშირად პირველობას ამ კუთხით საფრანგეთის შამპანიური სახლებს მიაწერენ, ვინც კრეატიული ექსპერიმენტები ჩაატარა ეტიკეტებთან დაკავშირებით, ფერებისა და დიზაინის გამოყენებით, რათა მათი პროდუქცია სხვა მწარმოებლისგან გამოერჩიათ. ეტიკეტებზე პირველად იყო წარმოდგენილი ისეთი ფერები, როგორიცაა ოქროსფერი, ვერცხლისფერი და ლურჯი. ყოველ მომდევნო წელს მეღვინეები, რომლებიც ამაყობდნენ თავიანთი პროდუქტით ღვინის ეტიკეტების გამოყენებით, ახალგზეს პოულობდნენ პოპულარიზაციისთვის. ეტიკეტებზე ახსენებდნენ უკვე ისეთ დეტალებს, როგორიცაა სხვადასხვა კონკურსში მიღებული მედლები და თასები. მე-19 და მე-20 საუკუნეების იტალიელი მეღვინეები ცნობილები იყვნენ გერბების, პორტრეტების, პეიზაჟების ან მეღვინე ოჯახებისთვის მინიჭებული მედლების ამსახველი ეტიკეტებით. პირველად ამ პერიოდის ეტიკეტებზე ზუსტად გაჩნდა ღვინის სახეობა, წარმოებელი ან ღვინის სახელი და ზოგჯერ რეგიონი ან ადგილი, სადაც ის იწარმოებოდა. ეს იყო ეტიკეტის ინფორმაციული და კომერციული ფუნქცია, ანუ ღვინის იდენტიფიკაცია და ბრენდინგი. 1950-იან წლებში შემოიღეს კანონმდებლობა, რომელიც მეღვინეებს ავალდებულებდა ბოთლებზე გარკვეული ინფორმაცია მიეთითებინათ. ეს მოიცავდა ღვინის ჩამოსხვის ადგილს, ღვინის ჩამომსხმელს, ყურძნის სახეობას და წარმოშობას, მოსავლის აღების დროს, ალკოჰოლის შემცველობას და მოცულობას. ეს რაოდენობა დღემდე ძალაშია. მე-19 საუკუნეში მასობრივი ღვინის წარმოების ზრდასთან ერთად ეტიკეტი გახდა მარკეტინგის მნიშვნელოვანი ნაწილი. მარნები ცდილობდნენ განსხვავებული ვიზუალის, უკეთესი იდენტობის შექმნას და მომხმარებელთან ემოციური კავშირის დამყარებასაც კი. მე-19-20 საუკუნეებში ღვინის ეტიკეტი აღარ იყო მხოლოდ ინფორმაციული ნიშანი. ის შეესაბამებოდა ბრენდირებისა და ხელოვნების სინთეზს. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია შატო მოუთონ როტშილდი, სადაც ბარონ ფილიპე დე როტშილდმა 1924 წლიდან დაიწყო ეტიკეტებზე ფრანგული დიზაინის გამოყენება. მეტი გამორჩეულობისთვის მან ეტიკეტი შეუკვეთა ჟან კარლოს, ავანგარდულ ფრანგ გრაფიკულ დიზაინერს, რომელიც დახელოვნებული იყო პოსტერების შექმნაში და ცნობილი იყო კუბიზმის რეკლამაში დანერგვით. ის გახდა პირველი მხატვარი, რომელმაც ღვინის ეტიკეტზე კომერციული ნამუშევარი განათავსა. გასული საუკუნის განმავლობაში ხელოვნების ყველაზე ცნობილმა რამდენიმე ხელოვნებმა დატოვა კვალი ბარონ ფილიპე დე როტშილდის ბოთლებზე, რომელთაგან ყველაზე ცნობილები სალვადორ დალი და პაბლო პიკასოა. ამ მიდგომამ ეტიკეტი გადააქცია ბრენდის იდენტობისა და კულტურული ექსპრესიის ელემენტად, სადაც მხატვარი და ყურძნის მოსავალიც კი ასახავს არა მარტო ღვინის ხარესს, არამედ ხელოვნების ერთობას ღვინის ისტორიასთან. დღეს ღვინის ეტიკეტი ბოთლის ერთგვარ საბუთად და პასპორტადაა ქცეული, რაც იმას ნიშნავს, რომ გარდა საინფორმაციო და სარეკლამო ვიზუალისა, კომპანიებს უკვე საკანონმდებლო დონეზე დაევალათ ეტიკეტზე გარკვეული ინფორმაციის მითითება. ასე მაგალითად, ქვეყნები, განსაკუთრებით კი ევროკავშირი, აწესებენ ეტიკეტის ახალ მოთხოვნებს. ევროკავშირის საერთო სასოფლო სამეურნეო პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში მიიღეს რეგულაცია, რომელიც ღვინოების და არომატიზებული ღვინის პროდუქტების ეტიკეტირების ახალ მოთხოვნებს ადგენენ. ეს რეგულაცია წარმოებლებს ავალდებულებს, რომ ინგრედიენტების სია და საკვები დანამატების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი იყოს. ინფორმაცია შესაძლებელია განთავსდეს პროდუქტის ეტიკეტზე, ან ციფრულ საშუალებებზე, როგორიცაა ელექტრონული ეტიკეტი ან QR კოდი. ეტიკეტირების ეს ზომები მიზნად ისახავს გამჭვირვალობის და მომხმარებელში ნდობის გაზრდას. ელექტრონული სისტემები უკვე გამოიყენება იმისთვის, რომ ეტიკეტი არ გადაიტვირთოს ძალიან ბევრი ტექსტით. ღვინის QR კოდით მომხმარებელი შეძლებს გაეცნოს ინგრედიენტებს, ნუტრიციულ მონაცემებს და სხვა ინფორმაციას სმარტფონის საშუალებით. შედეგად, ორი მნიშვნელოვანი მიზანია ერთდროულად მიღწეული. ბიზნესისთვის ესაა განტვირთოს ეტიკეტი ვიზუალურად და შეინარჩუნოს დიზაინის ესთეტიკა. მომხმარებლისთვის კი მეტი დეტალური ინფორმაციის მიღება პროდუქტის შესახებ მარტივად დასკანერების გზით. ასეთი ტექნოლოგიური ინსტრუმენტები არ არის მხოლოდ მოდური, არამედ ხშირად იურიდიული მოთხოვნების შესრულების ალტერნატიული გზაა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს უკვე ვიმყოფებით ტექნოლოგიური ეტიკეტების დროში. ასე გაიარა ღვინის ეტიკეტმა დაახლოებით 3500 წლიანი გზა.
ამ ფორების მელინის წარწერებიდან თანამედროვე ციფრულ სისტემებამდე. თუ მოგეწონა ასეთი ისტორიული მოგზაურობა, გამოიწერე არხი და დამიტოვე კომენტარი, რომელი ღვინის ეტიკეტი გეჩვენება ყველაზე შთამბეჭდავად. მადლობა ყურადღებისთვის.